ლას-ვეგასი კაზინოების და გართობის ქალაქი. მას სხვანაირად საოცრებების ქალაქსაც ეძახიან. და ეს არის საოცრება, რომლის სანახავად წელიწადში 40 მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოდის. ეს კი ყველაზე გიჟური შეგრძნება იყო, როცა ლას-ვეგასის შუაგულში ვიფრინეთ ზიპლაინით. ზემოდან ყველაფერი უსაზღვროდ ლამაზი იყო. ლამაზი ქუჩების დათვალების შემდეგ მივადებით ყველასთვის ნაცნობ სასტუმრო ბელაჯიოს, რომელიც ცნობილია თავისი მოცეკვავე შადრენებით. ეს კი ჩვენ ვართ ჩვენი სამოგზაურო მანქანი დაკარგულები ნევადას უდაბნოში. არ მოგესწრათ მართლა დაკარგულები, იმიტომ რომ ნევადას უკაცრიელ უდაბნოში დავჭით საწვავის და ტელეფონის სიგნალის გარეშე. ეს კი გულოა უიმედოდ და უხასიათოდ, რადგან არ ვიცოდით წინ რა გველოდებოდა. ისიც კი არ ვიცოდით, საწვავი რო გვეპოვნა, საით მხარეს უნდა წავსულიყავით. კაციშვილი არ არის, უდაბნოში ვარ. და სურიკატა არის აქეთ. ეს გადავ აი, ესე აცხუნებს და კაციშვილი. საწვავი გვაქვს 20 მილის დარჩენი. შუა უდაბნოში ვართ 20 მილის საწვავი. ეხლა ვცდილობთ აი ეგეთ ახლო სოფელში მივიდეთ, სადღაც არის სოფელში საწვავი და იქ ჩავასხათ. წავედით. თუ დავრჩით აქ არავინ არ მოგხედავს. მომდევნო 500 მილი არაფერი არ არის. სიწყნარესაც, სიმშვიდესაც ურღვა. აი ესეთ სოფელში მოვედით. სულ 2 მანქანა დადის და 1 ტრაილერი. ბანერი გეგონა და კალუნკა არ გაინტერესებს როგორია. აი ეს არის კალუნკა. აი ეს ერთი ცალი ის დგას, პისტოლეტი და რაღაცა რო ჩაასხა. იცი. შეგეძნება დაიწყება. როცა ჩაისხმა, ხო? აი ასე რო იზოს. ჩემსება მაგარის უდაბნოში რჩებოდი საწვავის გარეშე. განსულ სიტუაციის მიყავდა. აი ესე მოკლედ. ეს რაღაცა 1000-ები დაგიჭირდა. კი, რამოდენიმე $1000 დაждებოდა, მაგრამ როგორ დაარეკავდი იმ რაღაცაშიც, ეგ თქვი შენ. და აქედან ბედნიერები გავემგზავრეთ ლას-ვეგასის დასათვალიერებლად. ეხლა ჩვენ ვართ ლას-ვეგასში, ჩემს უკან მოჩანს ზუსტად ლას-ვეგასი. ლას-ვეგასი არის კაზინოების, გართობის და სიგიჟეების ქალაქი და ჩვენ ჩამოვედით ლას-ვეგასში. არა იმიტომ რომ კაზინოში ვითამაშოთ, არამედ მთავარი რის გამო ჩამოვედით არის ეს სიგიჟეა, რომელიც არის უზარმაზარი, უბრალოდ არც კი წარმომედგინა რომ ამ ხელა იქნებოდა. ეხლა შევდივართ შიგნით, აუცილებლად ნახოთ ერთად. არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის ნახვის მერე. წარმოვიდგენია შიგნით რა იქნება. დაახლოებით 1 საათში იწყება ეს შოუ, ამიტომ აქ გარეთ ძალიან ცხელა, არ ვიცი, შეიძლება 50 გრადუსია, ამიტომ ეხლა შევიდეთ მანქანაში ცოტა ნახეთ რა ლამაზია ეხლა. ველი, კაქტუსები, ძალიან ლამაზია. შევიდეთ ცოტა ხანი დავისვენოთ მანქანაში, გავგლიდეთ და შემდგომ ნახოთ ის შოუ, საოცარი შოუ, რომელიც გველოდება. ვიყიდეთ ბილეთები სფეროს შოუს ზედასასწრებად. მერე ძალიან მალე იწყება. 2 ბილეთში გადავიხადეთ $258. ხო, გადავიხადეთ ბილეთებში $250, ზუსტად VIP ადგილების გვერდზე არის. ერთი ფეხი რო წამოუკრათ VIP ადგილზე დავა. კი, ის ღირს დაახლოებით $700, ჩვენ კიდევ $250 გამოგვივიდა, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. ცარი გამორჩეული ჩვენი ადგილი, მთელი ის ქარი, ნიავი, შეგრძნებები, სითბო რაღაცა ყველაფერი ამ ადგილას ხდება უკანა მხარეს არ არისო ეგამო და ძალიან გვეხარია ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს შოუ. ცელი მეგონა ფარდები, ჯერ შოუ არ დაწყებულა, მეთქი ფარდები და რაღაცა სცენაზე მეთქი და თურმე მთლიანად ეს ყველაფერი მონიტორები და ეს არ არის რეალობა.
გულოს ძალიან უნდა და ამ ვაშლისის და ბოლოს მაინც ნახეთზე უნდა ჩავარდნილი ვაშლები. უყურეთ, ეს თლიანად არის. რამდენ სუჭირავს და გული დამწვა ზოგს ოჯახის თითო წევრს სათითაოდ ეჭირა. მონახე, ეს სამახსოვრო იქნება ჩვენს იმაში, სამახსოვრო კუთხეში სახლში. კი ბატონო. ეს იყო, არ ვიცი, ემოციები. ძალიან შთამბეჭდავი იყო და შთამბეჭდავი იყო, ცოტა შიშეიც იყო და ამავდროულად ძალიან დიდი სიამოვნება. შოკია, შოკი იყო, მართლა არაფერი მინახია ესეთ მსგავს. ეხლა მოვედი ჩვენ, მე უნდა დავუჯდე ზიპლაინზე თუ გულამაც გადაწყვეტა ისის დაჟება. ძალიან მომეწონა ზიპლაინი, როცა მექსიკაში ვიყავით, დავუჯექი ზიპლაინზე და ვისაც არ გინახიათ მექსიკის ვიდეო, უყურეთ ზემოთ ამოხდება, უყურეთ ამ ვიდეოს და ეხლა სიგიჟეები მოხდება აქა. აი ზემოთ უნდა ვიფრინოთ. არის ხმაურიანი გართობა. ბუნება, სადაც ჩვენ ვიყავით გუშინ, იქიდან წამოსული სიგიჟე აქვს. სტაირი თავისი მუღამი აქვს ამ ხმაურსა და ამ ხალხ მრავლობას. მე უკვე აწყობილი ვარ, GoPro აქ მაქვს, ასევე 360 კამერასაც თავზე დავიყენებ და რაც შეიძლება მაგარი კადრი გამოვიდეს თქვენთვის. აი აწყობილები ვარ ორივე. გულოს ძალიან ეშინია. სიმაღლის შიში მაქვს. ჩემი 360 კამერა, რომელიც იღებს კაი ხარისხში, არაო, ამით გადაღებაო და აი თავიანთი კამერა მომცეს, არ ვიცი რას გადაიღებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კადრები გვექნება თქვენთვის როგორ ჩამოვსრიალდებით. როგორ ჩამომასვენებენ. კაი, ეხლა გულოს ძალიან ეშინია, ძალიან ემოციებშია გულო, არ ვიცი. ეხლა ავდივარ ლიფტით, ზემოთ მაღლა ავდივარ ლიფტით. გულო ეკითხება საშიშია თუ არა. It's right to slash every day. გულო ძალიან ეშინო და გულო აი ხა თიხო მაგარი მიხარია რომ შიში გავწიე ძალიან მაგარი იყო Okay, you right? როგორც იქნა ჩამოსრიალდი და გულომ დაასლია თავისი შიში. ხო, ძალიან ჩქარი და გავახილე თვალ და არ იყო ეგეთი საშიშიც. ასე რომ ისე დაძლია შიში, შემდგომ შვეიცარიაში მინდოდა და ალპებში უნდა დავეშვათ ზიპლაინზე.
გავიდა. აქ მოკლედ პოლიცია მისდევს ველოსიპედზე. ველოსიპედზე იჟა თუ მოდაზე? ველოსიპედზე მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ იმან მოატრიალა ველოსიპედისმა და პოლიციელმა ფეხით გაეკიდნენ. რაც გაეკიდნენ ბურგერის ნაჭამი პოლიციელი როგორ დაიჭერდა. ორი დაუჭერიათ. იქ არის ორი დაჭერილი. მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ. რაღაც დაარღვიეს ეთყობა და რაღაც კანონი დაარღვიეს სავარაუდოდ რა. შეიძლება ბევრი ერთად ჯგუფურად ჩქარა მიდიოდნენ. ეს დაჭერილი ველოსიპედისტები ყველა აქ არის შეგროვებული. რამდენი მოუქუჩებია ერთად? რანაირად და უბრალოდ დაჩერდნენ ყველა ერთად და დაემორჩიlen და ისინი არ დაემორჩიlen. ერთი ბორკილები წავს და დაარჩენი ჯერ არ ყავს ბორკილები. ეს არის ის სასტუმრო ბელაჯიო ფილმიდან ოუშენის 11 მეგობარი. საოცრებაა მისი მოცეკვავე შადრენები. რაღაცნაირად გული გწყდება, იმიტომ რომ ეს არის ის ბოლო ადგილი, რომელსაც ჩვენ დღეს დავათვალიერებთ ლას-ვეგასში. თუმცა ლამაზი მოგონებები და ის სანახაობები, რაც ვნახეთ ლას-ვეგასში, ყოველთვის დარჩება ჩვენს მოგონებაში და გულებში. ძალიან კვაყოფილები ვართ. ეხლა გვიანია და უნდა დავიძინოთ. ჩვენი მოგზაურობა ამერიკაში, ამით ალბათ არ მთავრდება, ეხლა მთავრდება და მომავალი თვიდან აუცილებლად აგიბრუნდებით ისეთი შტატიდან, სადაც არ ყოფილვართ. რომელი შტატი იქნება ეგ? საოცარი იქნება მანდაური მოგზაურობა ვიცით. მე ცეკველი მიხეთ.